დღეს დილით 18 მაისს ბელარუსმა და რუსეთმა ერთობლივი ბირთვული წვრთნების დაწყება გამოაცხადეს. ეს ნამდვილი საბრძოლო ვარჯიშებია, სადაც ბირთვული საბრძოლო მასალის მიტანის პროცედურებს ამუშავებენ. სწორედ დღეს, როდესაც ვლადიმირ პუტინი პეკინში მიფრინავს, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ კაბინეტში ირანზე დათმების განხილვას აპირებს და მას შემდეგ, რაც უკრაინა მოსკოვს უპილოტო აპარატების რეკორდული რაოდენობით შეუტია, მაგრამ ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა ჩუმად გამოაცხადა უკრაინასთან, პოლონეთთან და ლიტვასთან მთელი საზღვრის დახურვის შესახებ. ასევე ბელარუსმა აკრძალა ბელარუს მოქალაქეებსაც კი ამ საზღვრის მონაკვეთზე ტყეებში შესვლა. და ეს მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო დიდი ომისთვის მზადებაზე ბოდავდა. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ თავიდან გთხოვთ, გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კითხვა. და სანამ დავიწყებთ, ერთი წამით თქვენი ყურადღება მინდა მოვითხოვო, რადგან ეს გამოშვება გამოდის Preply პლატფორმის მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ რეპეტიტორების პლატფორმა უცხო ენებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც მაგალითად ემიგრაციაშია, სწავლობს გერმანულს, ინგლისურს, პოლონურს, ან საერთოდ ნებისმიერ ენას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა მათ 50%-იანი ფასდაკლება აქვთ, ეს არის პირველი გაკვეთილი. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში არის ბმული, რომელზე გადასვლითაც თქვენ მაშინვე მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას YouTube არხის ალექსეი პიჩისგან. ეხლა კი გადავდივართ გამოშვებაზე. მაშასე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ციტატა: ბელარუსში დაიწყო სამხედრო ნაწილების წვრთნები ბირთვული იარაღის და ბირთვული უზრუნველყოფის საბრძოლო გამოყენებაზე. ისინი ტარდება რუსეთის მხარის მონაწილეობით. მანევრები მიმდინარეობს ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით. წვრთნებში ჩართულია სარაკეტო ჯარები და ავიაცია. მთავარი მიზანია სპეციალური საბრძოლო მასალის, ანუ ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნის ამაღლება. და დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია, ცალკე განვიხილოთ ამ ისტორიაში. იტყობინებიან, რომ მოწმდება პირადი შემადგენლობის უნარი შეასრულოს, ამოცანები და ორგანიზება გაუწიოს საბრძოლო გამოყენებას არაგეგმიური რაიონებიდან. სწავლება მოიცავს ბირთვული საბრძოლო მასალის მიწოდებას და მის მომზადებას გამოყენებისთვის. განსაკუთრებული აქცენტია. აქცენტი კეთდება ფარულობაზე, დიდი მანძილის გადალახვაზე და გამოთვლების ჩატარებაზე. ესე იგი, როგორც მიხვდით, ეს არც საჩვენებელი დემონსტრაცია და არც პონტია. ეს არის ბირთვული იარაღის ფარულად გამოყენების დამუშავება არასტანდარტულ პოზიციებზე და იქიდან გაშვება. ეს არის პირდაპირი სამხედრო წვრთნა, სწორედ ბირთვული დარტყმისთვის იმ ადგილებიდან, სადაც მას არ ელიან. ან კრემლს უნდა რომ სწორედ ასე ვიფიქროთ. არ არის მითითებული, გამოიყენებენ რეალურ ბირთვულ ქობინებს თუ მხოლოდ მათ იმიტაციას. ესეც პრინციპული დეტალია, რადგან თუ საუბარია რეალურ საბრძოლო მასალაზე, ეს უკვე აღარ არის წვრთნა ჩვეულებრივი გაგებით. ეს საბრძოლო განლაგებაა. მაგრამ რატომ სწორედ ახლა? ბელარუსში გასული წლის ბოლოს ბირთვული დარტყმის უნარის მქონე სისტემის ორეშნიკის განთავსება მოჰყვა ლუკაშენკოს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან საფრთხეებს აწყდება. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. ლუკაშენკომ გასულ კვირას შიდა ძალების მიზნობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება. უკრაინამ გააძლიერა ნაწილები თავისი ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ბელარუსთან, მას შემდეგ რაც გავრცელდა განცხადება, რომ რუსეთი იქიდან ახალი შეტევისთვის ემზადება. შედეგად ეს ბირთვული წვრთნები ორშაბათს ემთხვევა საერთაშორისო ბირთვული იარაღის კონტროლის უფრო ფართო დაშლას. სნოუსამიის ხელშეკრულების კოლაფსი თებერვალში ფორმალურად მოხსნა ამერიკისა და რუსეთის ბირთვულ არსენალებზე დარჩენილი ბოლო შეზღუდვები. და რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მან ეს აღიქვა როგორც სიგნალი, რომ ახლა ყველაფერი ნებადართულია. მაგრამ როგორც ჩანს, ისევ ჩავარდა ეს განთქმული სარმატის რაკეტა და ამ რაკეტას ბოდიში უკვე 15 წელია ვერ აყენებენ საბრძოლო მორიგეობაზე. და აი პუტინი ისევ ვპირდება, აი წლის ბოლოსთვის ნამდვილად დავაყენებთ. ამ ყველაფრის ფონზე პუტინმა გადაწყვიტა ბელარუსი უბრალოდ ბირთვულ საფრთხობელად გამოიყენოს. და კიდევ ერთი მომენტი, ეს ზუსტად უნდა გავიგოთ. New Start-ის, ანუ ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემდეგ აშშ-სა და რუსეთს ბირთვული ქობინების რაოდენობაზე იურიდიული შეზღუდვები აღარ აქვთ. არ არსებობს ზღვარი, ინსპექციები აღარ არის, არ არსებობს ვერიფიკაციის მექანიზმები. და ასეთ სიტუაციაში ბელარუსი და რუსეთი ატარებენ ამ დემონსტრაციულ ბირთვულ წვრთნებს. ეს არ არის რომელიმე ხელშეკრულების დარღვევა, რადგან ფაქტობრივად დასარღვევი აღარაფერია. ეს არის ბოდიშით ახალი ბირთვული რეალობა სრულიად წესების გარეშე.
განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ იყენებს რუსეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს. მისმა სიტყვებმა ბოლო კვირებში მაინც უნდა დაგვაფიქროს. გუშინ თავდაცვის საკითხებზე გამართულ თადბირზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ომის მოგება შეუძლებელია. მან მოუწოდა მოამზადონ იარაღი, რომელიც ადაპტირებული იქნება ბელარუსის რელიებზე მორგებული ორგებული. მან ხაზი გაუსვა უპილოტო აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის მნიშვნელობას. პარალელურად ჩაატარა თათბირი 2026-2030 წლების სახელმწიფო შეიარაღების პროგრამაზე. იქ განიხილებოდა კონკრეტული შესყიდვები და ხარჯები. ლუკაშენკომ ასევე მოაწერა ხელი ბრძანებას რეზერვის ოფიცრების არმიაში და სასაზღვრო სამსახურში გაწვევის შესახებ. უკვე 6000-ზე მეტმა რეზერვისტმა გაიარა მზადყოფნის შემოწმება თავდაცვის სამინისტროს წვრთნების გზით. ბელარუსი ჩინოვნიკები მათ ახსნეს, რომ წვრთნები ამოწმებდა საბრძოლო მზადყოფნას, ლოგისტიკას და მობილიზაციის პიის პროცედურებს. და ამას გარდა ბელარუსმა დღეს ერთდროულად 19 რაიონში უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის საზღვართან ტყეებში შესვლა აკრძალა. ამის შესახებ სპუის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილემ ვიქტორ იაგუნმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს შეზღუდვები შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯარების ფარული გადაადგილებისთვის. შესაძლო სცენარებს შორის არის უკრაინის ვოლინის, რომნეს რეგიონის და ატომური ელექტროსადგურის მახლობლად არსებული საფრთხე. ასევე ზეწოლა სუალკის დერეფანში, ან უბრალოდ უკრაინული ძალების ყურადღების გადატანა შეტევის გარეშე. აქ შეგახსენებ, რომ ბელარუსმა 2023 წელს მიიღო რუსეთის ბირთვული იარაღი. ეს საერთოდ პირველი ქვეყანაა მაგშანის ჭაობების, ანუ რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომელმაც ეს გააკეთა. ლუკაშენკომ 2024 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო ათეულობით ბირთვული ქობინი. თავად ლუკაშენკომ გააფრთხილა, ციტატა: ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს დაუყოვნებელ პასუხს, გამოყენებული იარაღის ტიპის მიუხედავად. უკრაინა ამ ყველაფერზე რეაგირებს და უკვე უკრაინის სარდლობამ გააძლიერა ჯარები ბელარუსთან ჩრდილოეთ საზღვარზე. ეს არის პირდაპირი პასუხი დაზვერვის მონაცემებზე, ბელარუსიდან რუსეთის შესაძლო ახალ შეტევასთან დაკავშირებით. მართლა ემზადება თუ არა ბელარუსი ომისთვის? ვფიქრობ, ფაქტები აქ ერთ რამეზე მიუთითებს. რუსების ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა. ორეშნიკი განთავსებულია, ბირთვული გამოყენების წვრთნები მიმდინარეობს. რეზერვისტების მობილიზაცია, ანუ 6000 ადამიანის უკვე დასრულდა. იარაღების პროგრამა 2030 წლამდე მზადაა. ლუკაშენკო საუბრობს რაღაც სახმელეთო ოპერაციებზე და ამბობს, რომ მათ გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. უკრაინა აძლიერებს ჩრდილოეთ საზღვარს. ანუ აშკარაა, რომ მინიმუმ სიტუაციის გამწვავებისთვის ბელარუსი ნამდვილად მოემზადა. თუმცა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ფორმულირება ასე ჟღერს. სწავლებები მიმართული არ არის მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავ, ზუსტად ასე ამბობდნენ ყოველი რუსეთის ესკალაციის წინ. სიტყვა სიტყვით. ამიტომ საჭიროა ყურადღებით მოусმინოთ. და ბოლოს რაც მნიშვნელოვანია, გავიგოთ ბელარუსთან დაკავშირებით. რატომ სჭირდება ეს პუტინს სწორედ ახლა? სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი თავის ანალიზში, რომელიც ეხება ირანის ომის შედეგებს გლობალური უსაფრთხოებისთვის, წერს ციტატა: აშეშუს კონფლიქტმა ირანთან მოსკოვს მოუტანა მოკლევადიანი სტრატეგიული სარგებელი, რაც ამერიკის უსაფრთხოების გათვლებს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ართულებს. პირველ რიგში ეს რუსეთს სტრატეგიულ სივრცეს უქმნის, რათა უკრაინაში ინიციატივა აღედგინოს. როდესაც ამერიკული სამხედრო ყურადღება, სადაზვერო რესურსი და საბრძოლო მასალა ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში გადაიტანეს, დასავლეთის ყურადღება და პოლიტიკური გადაუდებლობა უკრაინის მიმართ შესუსტა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს გააძლიეროს თავისი ოპერაციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ დონალდ ტრამპი ირანს უყურებს, ვლადიმირ პუტინი ცდილობს გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე და ბელარუსის მეშვეობით ნატოს ქვეყნებზეც. და ეს ბირთვული წვრთნები ამ ზეწოლის ნაწილია. აქ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ შემოწირულობა გააკეთოთ ბმულებითებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.